შენ თუ ახლა ვიდეოს უყურებ და თუ ეს ვიდეო შენს ფორიოზია, ერთი თხოვნა მაქვს შენთან. მე პოდკასტი 31, ასე ვქეთ ჩემს პოდკასტს დავიწყე YouTube-ზე და ძალიან მინდა რომ გადახვიდეთ YouTube პლატფორმაზე და ჩაწეროთ პოდკასტი 31, უყუროთ ჩემს პოდკასტს და თქვენი უკავშირი გამიზიაროთ. თქვენ ამით დამეხმარებით იმაში, რომ ჩემი პოდკასტი სამომავლოდ იყოს წარმატებული და მე უბრალოდ არ გავჩერდე და მომცეთ ამით სტიმული. და თქვენ ახლა ვიდეოს უყურებთ, საჯარო გაშლა იყოს სახელწოდებით, უბრალოდ რასაც მოიტანს ენერგეტიკულად გაშლა. ზურგშეხწევით მყოფ ადამიანთან ძალიან დიდი მონატრება გაკავშირებთ, სადაც უბრალოდ თავს გრძნობთ არაკომფორტულად, თავს გრძნობთ ძალიან ცუდად, თითქოს გონებით ვეღარ განსაზღვრავთ მოვლენებს, გული გიჭრით ძალიან და რაღაცნაირად სტრესში ხართ თქვენი ემოციებით, ხართ გაურკვევლობაში და თქვენი ნამდვილი მე თქვენი ენერგია გაქვთ აკარკული. რას ნიშნავს ეს? თქვენი ენერგია, რომელიც თქვენს მდგომარეობაში ვლევა, დიდ სიყვარულს განიცდით და ეს სიყვარული თითქოს არჩევანის წინაშე გაყენებთ და სტაბილურობას გირხავთ, თითქოს შინაგან ბალანსს გირხავთ და შინაგანი ბალანსის მდგომარეობას ვერ გინარჩუნებთ. ძალიან მალე დაინგრევა თქვენი ეს თორნი და თქვენ ცხოვრებაში ძალიან მალე შემოვა ეს ადამიანი წარსულიდან, დანგრეული ფონიდან და რაღაცნაირად ბავშვურ სილაღეს და ენერგეტიკურ სიცოცხლეს მოგიტანთ, სადაც უბრალოდ ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს. სიყვარული გაიმარჯვებთ თქვენ შორის, შეხვედრა გელოდებათ ძალიან მალე და აი ამ ბლოკებიდან, რომელიც ერთმანეთთან გაკავშირებთ, გამოვხვალთ, მაგრამ ეს ბლოკები მარტო ის არ არის, რომ ბლოკია უბრალოდ აი ამის იქით, რომ აქ ბლოკები გადავთ ურთიერთობაში, ნიშნავს იმას, რომ ტრაუმებიდან გამომდინარე ვერ ახორციელებთ მოვლენა და განვითარებას, ამიტომ ეცადეთ, რომ ერთმანეთი დააფასოთ და მეტად უფრო გამჭვირვალე იყოთ კომუნიკაციურად და ერთმანეთს აუხსნათ ისეთ რაღაცები, რომელსაც უბრალოდ ვერ იგებთ და ახსნის გარეშე არ გამოდის, რომ გაიგოთ. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ნდობისთვის და კონსულტაციებისთვის შეგნათ, რომ პირად შეტყობინებებში მომმართოთ.